ვა, ეს ბევრი ფულია. მართლა არსებობს ასეთი ბანკის სეიფები, სადაც ამდენი ფული აქვთ. კარგია, ოდესმე მე ვიქნები ისეთი სპეციალური აგენტი, რომელსაც ბანკების გაძარცვა შეუძლია. ეს ძალიან რთულია. შენ უნდა იყოს საკმაოდ ჭკვიანი და მამაცი, რომ გაძარცვო ბანკი. ფიქრობ, რომ მეც შემიძლია ეს. ბოგდან, გამარჯობა, მთელი დღე აგეზე. წარმოდგენა არ გაქვს, ახლა რას უყურებ მე? აბა რას უყურებ? რას უყურებ და? ვუყურებ თუ როგორ ძარცვავენ ნამდვილ ბანკს. ეს არ არის დიდი საქმე, ეს ბანკები არაერთხელ გაძარცვეს. ეს არავისთვის არ არის გასაკვირი. მაგასაც ვნახავთ. შენთვის ასეთი მარტივია გაძარცვა, ხო? არც ისე რთულია. შენ მოიფიქრებ ისტორიაში, შეადგენ გეგმას და ეგა. ასე მარტივად მეც შეძლებდი ვინმეს გადარცვას. ვინ? შენ პირველივე საქმეს ჩააფლავებდი. მე აქ ნამდვილი სპეციალური აგენტი ვარ. მე შემიძლია ვინმეს გადარცვა. ტუალეტის სახეքსაც ვერ მოიპარავ. ტუალეტს ყოველთვის ჭუჭკიანს დავუებ. ანუ ის იყო? მერე რა? ერთხელ დავუშვი ეს შეცდომა და მერე რა? ამას მთელი ცხოვრება შემახსენებთ? ასე რომ დამშვიდით, არავის უნახავს იმდენი ზარცვის ფილმი, რამდენიც მე მინახავს. ამიტომ მე ვარ საუკეთესო მძარცველი თქვენ შორის. მე შემიძლია ყველაზე მაგრად მოპარვა. კარგი, მაშინ მოდით შევამოწმოთ. თქვენ ყველანი სპეციალური აგენტები ხართ? ნახოთ ვინ არის საუკეთესო. რა შევთავაზობ? მე გთავაზობთ გამოწვევას. მოდით დავდოთ $100 სადმე. და ვინ შეძლებს რომ პირველი მოიპაროს იგი და თავის ოთახში წაიღოს, საუკეთესო ქურდი იქნება. ეს მარტივია. მე რა გასწრებთ ბავშვებო, თქვენ არ აფასებთ გონების ძალას. რა არის პრიზი? ვინც ამ $100 მოიპარავს და დავალებას წარმატებით შეასრულებს, პრიზად ნამდვილ $100 მიიღებს. კარგი, რას ვლაპარაკობთ? დაბლა ჩავიდეთ. ასე რომ აქ არის $100. სწორედ აკვდებ. მივდივართ ჩვენს ოთახებში და შემდეგ ვინც შეძლებს მოიპაროს $100 ისე რომ შეუმჩნეველი იყოს, ის გაიმარჯვებს. დაემშვიდობე შენს ფულს. ეს ფული ჩემი იქნება. შენს ოცნებებში. 1, 2, 3, წავიდა. 3, 2, 1, 0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. დღეს ჩვენ ყველანი ძარცველები ვიქნებით. თითოეული ჩვენგანი შეეცდება $100 მოიპაროს. და ვინც შეძლებს ამის გაკეთებას პირველი და რაფსთავარია ფარულად, მიიღებს $100. იცით კიდევ რას მოვიპარავთ? თქვენს გულებს. და თქვენს სიყვარულს. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ მოგეწონებათ, ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. წავედი. გამარჯობა ყველას, ეს არის ჩემი ბაზა დღეს. ეს ადგილი რაღაც მიზეზით ავირჩიე. ამასანა საუკეთესო ოთახია ქურდების დასამალად. შეხედეთ ამ ადგილის განლაგებას. ეს არის დასამალი ან დასაძინებელი ადგილი. აქ შეგიძლიათ დაწვეთ, დაიძინოთ. კარგი, თუ შენი მშობლები სახლში არიან. აი თუ ქურდებს უნდა წერა, მაშინ ისინი აქ მოდიან. ჩემი სტრატეგია დღევანდელი ძარცვისთვის. მე ვიქნები ნინძა. ნამდვილად შეუმჩნეველი ვიქნები. ოკეანესავით ძლიერი ვიქნები. და ტარაკანასავით მოხერხებული. ჯანდაბა უნდა წავიდე. ყოველ შემთხვევაში მე ვიქნები ნინძა, რომელიც გაძარცვავს ყველას. ჩემი დღევანდელი ტაქტიკაა შენიღბვა. გეგმა ასეთია. ვეცდები ჩემს გარემოსვას შევერწყა და მალულად ავიღო ეს $100 და დაუმტკიცო ყველას რომ მე ვარ საუკეთესო ქურდი. ამას უყურეთ. შეგიძლიათ დამინახოთ? მართლა დაწერეთ კომენტარებში, მხედავთ? ვიცოდი, ვერც კი შეამჩნიე სად ვიყავი. რადგან შენიღბვა ჩემი ზედმეტ სახელია. ჩემი მეორე სახელი. მაყურებლებო, მე თქვენთვის დავალება მაქვს. თუ გულშემატკივრობთ, კომენტარებში დაწერეთ ბოგდანი და აუცილებლად ვნახავ თუ რამდენი ხართ. ასე რომ მეგობრებო, მე მოგიყვებით ჩემი ტაქტიკის შესახებ. ყველა აპირებს შემოსვლას სტანდარტული შემოსასვლელიდან. მე კიდევ ვაპირებ შემოსვლას უშუალო მხრიდან. მე გადავწყვიტე ყველას მოტყუება. გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში თუ გულშემატკივრობთ და ვიფიქროს რომ მე შეიძლება ვიყო ის ვინც მოიგებს ამ ჩელენჯში. ყველანი აქ იყავით და მე გავიქცევი მოსამზადებლად. ეს ოთახი ჩემი ქურდის ბუნაგი იქნება. ასე რომ ბავშვებო, მე გეტყვით ჩემს ტაქტიკას. მაგრამ სანამ მე ამას გავაკეთებ, გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში თუ მე გულშემატკივრობთ. მინდა ვიცოდე რამდენი ჯარისკაცია ჩემს ჯარში. და აი ჩემი ტაქტიკაც. მე ვაპირებ დაველოდო სანამ ისინი ყველა აქ იქნებიან, რომ რაღაც მოიფიქრონ და $100 მოიპარონ. მე დაველოდები როდის მოიპარავს რომელიმე და მას მოვპარავ ფულს. ასე რომ მე მაღლა დავრჩები სანამ ყველანი მოპარავს შეეცდებიან. მაგრამ გამარჯვებული მაინც მე ვიქნები. ასე რომ მე შემიძლია დავიზინო სანამ ეს სულელები რაღაცას გააკეთებენ. ასე რომ შეუმჩნეველი რომ ვიყო, ავეჯად უნდა გადავიქცე. ამისათვის მე მჭირდება წებოვანი ლენტი. სკამს თავს ლენტით მივაკრავ. ჩვენი შენიღბვა. ვინმემ რომ დამინახოს, სკამად გადავიქცევი. უყურეთ ამას. ვსეირნობ და მე ჰოპ, სკამი ვარ.
და ყველა სკამს აქვს ბალიშები, ამიტომაც მეც მოვიწევს მათი დამაგრება. აი ნახეთ როგორი შენიღბული ვარ. ახლა ჩვენ ბალიშებს ლენტით ვამაგრებთ კლავებზე. უყურეთ ამას, ნამდვილი სკამივით ვარ. სახე უკვე შენიღბული მაქვს. თუ გადაადგილება მჭირდება, უბრალოდ სხვა ადგილას გადავდივარ. ვერავინ შემამცნევს. ამას უყურეთ. აი აქ სკამია. აქ აღარ არის. ახლა არის. ახლა კი მე ვარ. დაბრძანდით, გამომწერებო, დაბრძანდით. ახლა მოდით წავიდეთ და $100 მოვიპაროთ. ნინძა ჟენია ომის გზაზეა. მე გაჩვენებთ როგორ მიიღოთ ეს ფული ფარულად. აბა წავედი. ვინ არის? ვინ გააკეთა ეს? მე გავაკეთე. მოიცადე, დამელოდე. შენ ვერ დამამარცხებ. მე სკამის კაცი ვარ. მაგასაც ვნახავთ. მომეცი $100, მომეცი შენი ფული. არა, მე სკამის კაცი ვარ. მე ამას არ დავთმობ, ფულს არ მოგცემ. დიახაც მომცემ. გაჩერდი. ისინი ყველა შეეცდებიან შევიდნენ ოთახიდან. მე კი მოულოდნელად კუთხიდან გამოვალ. ეს სულელი ბავშვები თაგვებივით იბრძვიან $100-ისთვის. მე კი ავალ და მათ კატებივით მივეპარები. უყურე ამას, ეს ის ფანჯარაა, საიდანაც ვაპირებ ასვლას. ეს ადვილი იყო, მას სად არის ჩემი $100? რა, აქ უკვე აღარ არის? ჩემამდე აქ იყოვინ მე? არა, მე უნდა გავიმარჯვო. დამიბრუნე. არა, ეს შენი ფულია, უნდა მოვიგო. მომეცი ფული. არა, არ მოგცემ. გაჩერდი. რა ხდება აქ? ისინი გიჟდებიან ამ გამოწვევით, მაგრამ ყვირილიდან გამომდინარე ერთ-ერთ მათგანს აქვს ფული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავიბრუნო. ნიკოლ, მორჩა ზატა, მე მოვიგებ $100 და გავიმარჯვებ. მე ჩაგეხუტები ჩემო გამარჯვებულო. მორჩა ზატა, ამახეში აგავებმები. ფული ჩემია და გამოწვევა მოვიგე. რა თქმა უნდა მოიგე. ძალიან მაგარი ხარ და უბრალოდ მინდა რომ მოგილოცო. კარგი, ნებას გაზევ რომ მომილოცო. შეგიძლია. კარგი, მე ახლა გავიკეცი ნიკუსია. ყოჩახ, კარგად ვიყავი. მადლობ. Yes, მე გავაკეთე. მე გავიმარჯვე. ავიღებ იმ $100. დიახ, მე დავაბრუნე ეს $100 ბაზაზე. მოიცა, სად არის ჩემი ფული? სად წავიდა ჩემი ფული? სად არის? ზლატა, მე ვიცოდი. დიახ, მე გავიმარჯვე, მე გავაკეთე. $100 წარმატებით მოვიპარე. ზლატა, შენ მომატყუე, ჩემი ფული ამოიღე ჯიბიდან. უბრალოდ აიღე და მოიპარე. ზუსტად ეს უნდა მექნა. ჩვენ ვამოწმებდით, რომელიც ჩვენგან იქნებოდა უკეთესი კურდი. და როგორც ირკვევა, ეს მე ვარ. კარგი, მოითმინე ზლატა. მიიღე. კარგი რა, გაჩერდი. დამადერდე თავი. გამონებე. აი შენ ამის გამო რომ მოპარე. გამონებე თავი. მოდი აქ. მაინც დაგიჭერ. დამადერდე.
გაჩერდი. რა გინდა? დანებება გინდა? მე მაქვს წინააღმდება. მარტო მე და შენ ვართ აქ. ამიტომ გავინგაცილოთ მოგება. მე და შენ საკვარისად მაგრები ვართ და ჩვენ ყველაზე მეგვიათ ვიპარავთ. ჩვენ ერთმანეთს ეს უკვე დავუმტკიცეთ. კარგი, მართალია, შენთან ბრძოლა რთულია. შეგვიძლია რომ გამარჯვება გავიღოთ. ქანახმა ვარ. მოდი, აიგრე ფული. ჩვენ გავყოფთ. შენ მოპარე ფული, ჩუმად ჯიბეში ჩაიდე. ზლატას ისულადებს ვნოპარაკო. ჯიბებში არაფერი მაქვს. შენ ხარ ჯიბის კურდი. მე არ ვაკეთებ ასეთ რამეს. რა დამიზახერე? მე ამას მხოლოდ გამოწვევისთვის ვაკეთებ. რეალურ ცხოვრებაში არასდროს არაფერს ვიპარავ. მე არასდროს არაფერი მომიპარავს. შესაძლოა შენ უბრალოდ ხუმრობ და არ გსურს ფულის დაბრუნება. ნიკო, მე თვითონ შემოგთავაზე გაყოფა. რატომ გავაკეთებდი ამას? ხო, ეგ მართალია, მაგრამ მაშინ სად არის ფული? ჩვენ ვერ მოვიგებთ გამოწვევას მის გარეშე. ჩემს ოთახში უნდა დამვარდნოდა, როცა მე და შენ მჭიდაობდით. გავიქცეთ. რა არეულობა, თითქოს აქ ვიღაც იბრძოდა. როგორც ჩანს, ჩემს საწყოზე ბევრი აუხსნელი აქტივობა იყო. ეს ბავშვები კონტროლის გარეშე არიან. მათ ვერავინ აწნარებს. ემს რა არის? $100? საიდან გაჩნდა? ჩანთიდან უნდა ამოვარდნილიყო, როცა პარკს ვაწყობდი. მიხარია რომ მათ ეს არ ნახეს, თორემ ნაყნიში დახარჯავდნენ. ჩანთაში უნდა ჩავდო, რომ არ დავკარგო. გამარჯობა დედა, ხარ? შენ საკნახვას არ ველოდით. როდის აპირებ შეწყვიტოთ ნივთების სროლა? სახლი არეულია, თითქოს ვიღაც ჩხუბობდა აქ. თქვენ ხომ არ გიჩხუბიათ? არა. დედა, მე გოგო ვარ. მე არ მიჩხუბია. ჩვენ სახლში საჩხუბარი არაფერია. ალბათ ჟენია იყო. მე კიდე საერთოდ არ ჩხუბობ ხოლმე. საკმარისია, მითხარით რატომ დარბოდით აქ? საქმე ის არის, რომ რაღაც დავკარგეთ და ვეძებ. აქ ვეძებთ. დავკარგეთ. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. და რა დაკარგეთ? დედა, შემთხვევით აქ ხომ არ გიპოვია $100 სადმე? ვიპოვე, მაგრამ ეს ჩემი ფულია. ისე ეს შენი არ არის. ნიკოლმა ის ჩელენჯისთვის მოგცა. გოგოებო, დაჯექით ახლა ჩემს გვერდით. ნიკოლ, საიდან მოიტანა ეს ფული? მე არ მქონდა ეს ფული, საერთოდ არ მქონდა, ეს ლატა მოიგონა. საიდან იცოდი რომ აქ იყო $100? ჩვენ ახლა ხან დავინახეთ რომ შენ იპოვე. კარგი დედა, ჩვენ წავალთ, ნახვამდის. ისინი ძალიან უცნაურად იქცევიან. ნიკოლ, რატომ არ უთხარი დედა, საიდან მოვიდა ეს $100? ლატა საქმე ის არის, რომ ეს $100 დედამ დაკარგა. და ვეჯიბრებოდით იმ ფულით, რომელიც მანამდე დედამ დაკარგა. რა თქვი? ანუ ჩვენ მას კინაღამ მოვპარეთ ფული? ისე გამოდის რომ ხო. ნიკოლ, ეს ძალიან უპასუხისმგებლო რამეა. ძალიან ცუდია. დიახ, და როცა იქ იყავი $100 ასაღებად, ძალიან პასუხისმგებლობიანი იყავი. რა ხდება ბავშვებო? დიახ, ვფიქრობ არავინ, რადგან დედამ აიღო ფული. ასე რომ დედა ჩემმა გაიმარჯვა. ასე რომ გამოდის რომ გამარჯვებული დედა. ამის გასნობიერების გარეშეც კი. აბა მინდით გითხარით, რომელი იყავით საუკეთესო მძარცველი? მას ვინ მოიგო გამოწვევა? ისე კამათი შეიძლება ჯერ არ დასრულებულა. რა? ხედავთ, 4-ვე ვკამათობდით, ვინ იყო საუკეთესო კურდი და ჩელენჯის წესები ამბობდა, რომ ფული ერთ-ერთ მათგანს უნდა ჰქონოდა. რომელიმე ჩვენგანს უნდა დარჩენოდა, მაგრამ ფული ახლა დედასთანაა. ჩელენჯი კი ადასრულებულა. ისევ გრძელდება. ის დასრულდება, როცა რომელიმე თქვენგანი დედას ფულს მოჰპარავს. რა? გთავაზობ, რომ დედას ფული მოვპაროთ? დიახ, ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ და შემდეგ დავაბრუნოთ, მაგრამ ვინც ამას შეძლებს, ის გამარჯვებულია. სწორედ ის მოიგებს. მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე ძალიან მეშინია ამის ნაწილი ვიყო. შენ გეშინია და ამიტომაც არ გინდა რომ ამის ნაწილი იყო, და რა, შენ იქნები ამ გამოწვევაში? რა თქმა უნდა, მე ვარ საუკეთესო სპეციალური აგენტი. მე საუკეთესო კურდი ვარ და ამას დავამტკიცებ. იოცნები. გამოწვევა გამკაცრდა, მაგრამ გამარჯვებული ჯერ არ ვიცით. კარგი, მაგრამ და სად ვიშოვოთ $100 გამარჯვებულისთვის? ჩვენ შევაგროვებთ. მოდი გავაკეთოთ. ფულის მოპარვა დედა ჩემისგან. იმაზე რთულია ვიდრე მეგონა. მე არასდროს მომიპარავს ფული და იცოდეთ, ჩვეულებს არასდროს არ უნდა მოპაროთ. დღეს ჩვენ მხოლოდ ჩელენჯს ვაკეთებთ და მთელ ფულს დავაბრუნებთ უკან. ეს უბრალოდ თამაშია, რომელიც ჩვენ თვითონ მოვამზადეთ. სინამდვილეში კი არასდროს არაფერი არ უნდა მოიპაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში წახვალთ და მერე ყველა თამაში დასრულდება. დედისგან ფულის მოპარვა ძალიან რთული რამეა. მე მჭირდება ახალი ტაქტიკა. ადრე ნინძასავით ვიქცეოდი და რომ არა ბოგდანი, წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი. იქნებ ახლა უბრალოდ ნინძა ვიყო და მისი ჩანთიდან ფული ჩუმად ამოვიღო. ნინძები მართავენ სამყაროს. და გავფრინდი როგორც ნინძა. რატომ დავთანხმდი ამას? თუ ტანიამ დამწვა, ის მე აუცილებლად მომკლავს, ვერ გადაურჩები. რა სისულელეა დედაჩემს მოვპარო რაღაც ჩელენჯისთვის. თუმცა ჩვენ მას ამ ფულს დავებრუნებთ. მეგობრებო, თქვენ არასოდეს არ უნდა მოიპაროთ. ეს ძალიან ცუდია. რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ ჩელენჯია. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ამას არასდროს გავაკეთებდით.
ჩვენ უნდა შევიმუშაოთ რაიმე კარგი სტრატეგია. ხრიკს გამოვიყენებ. მე მოვატყუებ ტანიას, რომ მისგან $100 მჭირდება. ბავშვებს ვეტყვი, რომ გავიმარჯვე და ფული მოვიპარე. შემდეგ კი ტანიას ვალს დავუბრუნე და ვერავინ არასდროს გაიგებს. ბოგდან, შენ გენიოსი ხარ. ყველა წააგებთ. მე უპირატესობა მაქვს. ჩემსავით დედას არავინ არ იცნობს. ამიტომ მე მაქვს ერთი მთავარი კოზირი. მე ყველაფერი ვიცი მის შესახებ, მისი ჩვევები, მისი ნებები და მისი ყველა საიდუმლო. ფული ჩემი იქნება. ბავშვებო, ჩვენ დღეს ვაკეთებთ ვიდეოს კურდობის შესახებ და იცით ზოგჯერ თქვენს ლაიქებსა და გამოწერებსაც კი იპარავენ ხოლმე. იცით ვინ აკეთებს ამას? საიდუმლოს გეტყვით, YouTube-ი თავად აკეთებს ამას. ეს ხდება შემთხვევით ალგორითმების გამო. ასე რომ დარწმუნდით, რომ ახლა გადადით ვიდეოს ქვემოთ და შეამოწმეთ, გამოწერილი გაქვთ თუ არა. თუ აღმოჩნდება, რომ არ გაქვთ გამოწერილი, მაშინ თქვენი გამოწერა მოიპარეს. თქვენ არ უნდა გაგძარცვონ და ჩვენ არ გვინდა რომ თქვენი სიყვარული ჩვენგან გაქრეს. ასე რომ თუ არ გაქვთ გამოწერილი, დარწმუნდით რომ გამოიწერეთ. ხო, თუ გაქვთ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო. მიდით ახლავე და მე ალ გამოწვევაში გამარჯვებას ვაპირებ. ასე რომ დედა ჩემისგან $100 მიღება ძალიან რთული ამოცანაა და რაც თავარია ძალიან საშიში ამოცანა. რადგან დედამ არ იცის, რომ ჩვენ ჩელენჯ ვთამაშობ, ის იფიქრებს, რომ ნამდვილად ვცდილობ twins-გან მოპარვას და ის დავჯის ისე, როგორც არასდროს გვინახავს ცხოვრებაში. ხო, ამიტომ სტრატეგია უნდა შევიმუშაოთ. აი იდეა, დედა სიმართლე უნდა უთრა. ვეტყვი, რომ ჩვენ ჩელენჯს ვაკეთებთ. მართალია, მაშინ ის არ დამსჭირს, თუ გაიგებს, რომ $100 მოპარვა მინდა და თუ ის მომცემს ფულს, მე გავიმარჯვებ. ზატა, შენ ისეთი ჭკვიანი ხარ. შენ ყველაზე მაგარი ხარ. აბა, მე შევდივარ. აქ არავინაა, ალბათ მომეჩვენა. თითქმის ეგ არის, ახლა მთავარია ჩუმად ვიყო. რატომ გაიზარდა ასე ჩემი ტრაკი? ამდენი მაგდონალდსი არ უნდა მეჭამა. დაგიჭირე, გამბაძვერი მაქედან რას აკეთებ? ფულს ვიპარავ. მოპარულ ფულს მოგცემ მე შენ. გამბაძვერი ახლავე. ჟენია, როგორ შეგეძლო? ძალიან იმედგასწრებული ვარ შენით. ფულის მოპარვა გინდა და თან ჩემგან. ძალიან მწუხვარ. მოდი, მითხარი, რატომ გააკეთე ეს? ვერ გეტყვი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. თუ ფული გჭირდებოდა, მოსვიმიყავი და უბრალოდ გეთხოვა. მართალი ხარ, იდიოტი ვარ. ჟენია, დასჭილი ხარ. კაცად დასჭილი. წადი კუთხეში. გასაგებია. ისინი გაგიჟდნენ, ისინი აკეთებენ იმას, რაც მე არ მესმის. ტანეჩკა, შეიძლება? დიახ, ზლატა, რა გინდოდა? არის ისეთი მომენტი, ისეთი კითხვა, რომლის განხილვა ძალიან აუცილებელია. ეს ისეთი დელიკატურია, ისეთი არაფერია. დაჯექი დამელაპარაკე. კარგი, ახლა ვეგეტყვი რა ამბავიცა. ისე არც ისე ცუდია, მე არ ვიტყოდი რომ ეს საშინელებაა, მაგრამ ისე ხდება, რომ ჩვენ $100 ჩელენჯში ვართ და ჩვენ უნდა მოვიპაროთ შენგან $100. ო, ზლატა, შევირთხა. რა, ფულის მოპარვა ჩემგან? რა ჩელენჯი არის საერთოდ ეს? ო, მე მესმის, თუ არ მოგწონს ფულს არ მოგთხოვ. კარგი, მე წავედი აქედან. გაჩერდი? მას შენ სიყავი ამ ჩელენჯში, რადგან აქ მოხვედი? ისე მე ვარ ის, ვინც გულწრფელად გითხრა ეს ყველაფერი. აჰა. ო, კი, და შენ გინდოდა $100 აღება ამ გამოწვევის მოგებისთვის. ო, გთხოვ, მაპატიე. კარგი, წადი კუთხეში. რა შვები? გამარჯობა მოღალატე. რას აკეთებ აქ? მეც გამომიჭირეს. მე არ ვარ მოღალატე, მე უბრალოდ ტაქტიკა მქონდა ასეთი, კარგი? აჰა, მე არ მჯერა შენი. ო, ტანია, გამარჯობა. ჰეი, რა გინდა? მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარხარ და მინდა რომ ჩაგეხუტო. მოდი აქ. რას აკეთებ? გეხუტები. რა გიჭირავს? მე არაფერი მიჭირავს, რა გაფიქრებინებს ამას? ბოგდან, პირველ რიგში ჯერ გამიშვი. მეორეც, მომეცი ფული, რომელიც მომპარე ახლავე. ანია, ბოდიში, ეს გამოწვევა. გთხოვ! მომეცი ფული და წადი კუთხეში. ანია, მაგრამ მე დიდი ბიჭი ვარ. გეცოდინება, რომ დედასგან ფული არ უნდა მოიპარო. წადი კუთხეში. ო, ბავშვებო, აქ რას აკეთებთ? შენამდე გამოგვიჭირეს. გაიციეთ, რას აკეთებ? კარგი რა, ბოგდან. ო, მე არასდროს არ ყოფილვარ ასეთ კუთხეში. არც მე. იქნებ ჩუმად იყოთ, ეს ჩემთვისაა უფრო ცუდი. ო, ბოდიში. ო, დედა, აქ ხარ, მე მეგონა იქ იყავი. რაღაც საქმე მქონდა. ანდა არაფერი. კარგი, მოგვიანებით დავბრუნდები. აიცადე. რა იყო, გინდოდა რამე? მე არა და შენ ქურდობა გინდოდა, ხო? ქურდობა? მე არასდროს არ ვიპარავ ჩემს ცხოვრებაში.
ის ის იტყუება. ასაკეთეთ ბავშვებო, მან ჩვენ ყველა დავიჭვით და მგონი შენს დაიწვი. აჰა, მე ჩუმად ვარ. იყავი გულწრფელი ჩემთან. გინდოდა ფულის მოპარვა შენი სტუდენტური ჩელენჯისთვის? კი, სიმართლეა, მინდოდა მოპარვა. წადი კუთხეში. აქ როგორ დავდგე? ისევე როგორც მე. მიდი, ისინი ჩინვიდინგს აკეთებენ. მოიცადე, გაჩერდი, ამიერიდან გეცოდინება, რომ მშობლებს არ უნდა მოპარო და თქვენ ბავშვებო, ეს უნდა იცოდეთ, თუნდაც ჩელენჯის გულისთვის არ შეიძლება ასეთი სისულელეების გაკეთება. მოპარვა და ქურდობა ძალიან ცუდი რამეა. 3, 2, 1, 0. თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყეთ მოწონება და ჩვენ კუთხეში ვიდგებით. კარგად.